მოსკოვის მეტროში მოხდა ტრაგედიაში ქართული კვალის არსებობის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს დივნის განცხადება გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს შორს მიმავალ პროვოკაციასთან. რუსეთს სურს მსოფლიო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რათა შემდგომში გაამართლოს საქართველოზე შესაძლო სამხედრო დარტყმა. ბატონ პატრუშევის მაღალი სახელმწიფო თანამდებობის გამო აღნიშნული განცხადება უნდა მივიჩნიოთ მოსკოვის ოფიციალურ პოზიციად. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მიმართავს ნატოს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, პატარა ქვეყნის თავისუფლებისა და რეგიონის სტაბილურობისთვის არა მარტო მკაცრი შეფასება მისცენ რუსეთის აღნიშნულ პოლიტიკას, არამედ ამ პოლიტიკის შესაკავებლად შეიმუშაონ შემტევი სტრატეგია.